4 ოქტომბერს მასშტაბურ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, რომელიც ორგანიზატორების თქმით, ხელისუფლების შეცვლას ემსახურება, კონკრეტული პოზიცია ოზურგეთის ადგილობრივ პოლიტიკურ სპექტრში ჯერჯერობით არ აქვთ. ადგილობრივი ოპოზიციონერები ცალსახა პოზიციის გამოხატვისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ, თუმცა დაგეგმილი აქციის მიზნებს იზიარებენ. ერთი სხვაობით, მათ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ გზად არჩევნები მიაჩნიათ. სწორედ ეს პოზიცია გააჟღერა გურიატივისთან გახარია საქართველოსთვის მეერობის კანდიდატმა ალექსანდრე მენაბდემ. ჩვენი პოლიტიკური პარტია გახარია საქართველოსთვის მიიჩნევს, რომ მსგავსი რაღაც მიუღებელი არის, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები, ჩვენ ერთადერთი გზა მიგვაჩნია ის, რომ არის ეს არჩევნებით მოსვლა ხელისუფლებაში, მაგრამ მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, მე ძალიან დიდი პატივისცემის ზნობა მაქვს და დიდი მინდა მიმართო აქედან იმ ადამიანებს, რომლებიც არიან სინდისის პატიმრები და მათ ოჯახებს ძალიან დიდი თანაგრძნობა მინდა გამოუცხადო და მე მინდა თქვა ის, რომ ჩვენ რეალურად განურჩევლად იმისა ბოიკოტისტები ვართ თუ არჩევნები გვინდა თუ ასე შემდეგ. მე ჩემი პირადი აზრი არის ის, რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ყველანი ერთ გუნდში ვართ, რადგან ჩვენ ყველას გვინდა ამ ქვეყნისთვის უკეთესი და ჩვენ ყველას გვინდა შეიცვალოს ის რეჟიმი, რომელიც არის და ქვეყანა დაუბრუნდეს იმ გზას, რომელიც ისტორიულად აქვს არჩეული. ლელოში ამბობენ, რომ არჩევნებისადმი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი და არჩევნებში მონაწილე პარტიების ფინიში ერთი და იგივეა. აცხადებენ, რომ დაგეგმილი გამოსვლების ყველა ძირითად მოთხოვნას იზიარებენ. ჩვენ რა მიზანიც გვაქვს დასახული, ახლა აი ფინიში არის ერთი და იგივე. ფინიში არის ჩვენის და ემათ, მაგრამ ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ, რომ ამ ეტაპზე ადგილობრივი არჩევნები საერთოდ არის აი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველია რა, ადგილობრივი არჩევნები და ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება არ მიგვაჩნია ჩვენ სწორად. აუცილებლად მივიღოთ უნდა მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში და ჩვენგანაც არის ხალხი კაცო და მთლიანად ჩვენი გადაწყვეტილებაც არის. სადაც დადგება ქართული ხალხი ევროპული მომავლისთვის და ევროპულ გზაზე, იქ ვიდგებით ჩვენც. რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს, მისი ადგილობრივი ლიდერი მინდია კეჭაყმაძე ოცნებას კიდევ ერთხელ მიმართავს არჩევნები არ გააყალბონ. აქციისთვის შეერთებას მხოლოდ გაყალბების შემთხვევაში გეგმავს. მიმაჩნია არჩევნების გზით უკეთესი იქნება ამ ხელისუფლების დემონტაჟი, ვიდრე დაძაბულობით და აი კონფლიქტის გზით, მაგრამ არ გამოვრიცხავ იმას, რომ კიდევ ერთხელ მოუწოდებ ქართულ ოცნებას, რომ ჩაატაროს ერთხელ და სამუდამოდ ისეთი არჩევანი, რომ ადამიანი საარჩევნოებაზე მივიდეს და თავისუფლად მისცეს მას ხმა. მე არ მაქვს პრობლემა, რომ იქ თავისი პიარიც გააკეთონ, ყველაფერი გააკეთონ, ნუ გააყალბებენ ამ არჩევნებს, თორე იძულებული ვიქნებით რა, იძულებული ვიქნებით მთელი ახალგაზრდობა, შუახნის ხალხი, ასაკოვანი ხალხიც უკვე ხალხი ისეთ დღეშია, რომ აი გამოვიდეს ქუჩაში რა, გამოვიდეს და მშვიდობიანი გზით გავისტუმროთ ეს ხელისუფლება. ნაციონალურ მოძრაობის ადგილობრივ ორგანიზაციაში დიდი მოლოდინებით არიან განწყობილები და მოსახლეობას 4 ოქტომბერს გამოსვლებისკენ და ხელისუფლების შეცვლისკენ მოუწოდებენ. ეს არის მოცემულობა, როდესაც ჩვენ უნდა ვთქვათ, კაფიოთ რა გვინდა, კი მომავალს და განვითარებას, თუ არა და ლეგიტიმაციის მიცემა 4 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის დაგეგმილ სპეცოპერაციას საარჩევნო გზით, რათა მიიღოს კიდევ ერთი ლეგიტიმაცია. ამიტომ ყველა ადამიანმა ჩვენი შეხედულების მიუხედავად უნდა დავდგეთ საქართველოს დროშებით და გავისტუმროთ ეს ხელისუფლება იქ, სადაც მათი კორუფციული კრიმინალური ადგილი არის.